გადაგვეწია თქვენი ჩართვა, მაგრამ თქვენ ყველაზე კარგად იცით ეხლა რაც ხდება დედაქალაქის შუაგულში და ჩვენი ყურადღება მიფხრობილია იქით, მაგრამ ასევე ჩვენი ყურადღება მოფხრობილია თქვენსკენ. მძიმე იყო დღეს თქვენი სტატუსის წაკითხვა, ემოციური იყო ძალიან, როდესაც თქვენ ყვებოდით ამბავს იმის შესახებ, როგორ ემზადება თქვენი ოჯახი, თქვენ და სოფო ხვალინდელი დღისთვის. სავარაუდოდ დაგიჭერენ. პირველი რა არის თქვენი სათქმელი ხვალინდელი სასამართლო პროცესის წინ? მე პროცესზე არ ვიქნები, პირველ რიგში ეს მინდა გითხრათ, ამიტომ მე იქ არაფერს არ ვიტყვი. მთავარი ჩემი სათქმელი არის თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება რუსეთისკენ, საქართველო არის ევროპა, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ძირს ოლიგარქია. ოლიგარქია უნდა დაემხოს. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი და მთელი ცხოვრება ამას ვამბობდით. ჩემი წინაპრები, თქვენი წინაპრები, ჩვენი თაობები ისტორიის განმავლობაში და მე მგონია რომ დღეს ნიკა გვარამიას, ინგა გრიგოლიას და ყველანი, ვისაც პატივისცემა გვაქვს ჩვენი ისტორიის და ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ერთი და იგივე რამეს ვამბობთ. ეს გვაერთიანებს და გაგვაერთიანებს ყოველთვის. ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტერესი. ნიკა, არ იქნებით სასამართლო პროცესზე, ეს იმასაც ნიშნავს თავისთავად, რომ თქვენი ამ განცხადების შემდეგ, რაც ეხლა გააკეთეთ ეთერში, შესაძლოა დღესვე მოხდეს თქვენი დაკავება, იმიტომ რომ ვადა ამოწურულია, გირაოს ვადა დიდი ხნის წინ ამოიწურა და ნიკა მელია გამახსენდა ეხლა, რომელიც ჩემს ეთერში ამბობდა, რომ ის არაპირებდა სასამართლო პროცესზე მისვლას. ანუ თქვენი ეხლა ამ განცხადების შემდეგ უკვე შეგვიძლია თუ არა დაგისვათ ასეთი კითხვა, ელოდებით თუ არა უკვე ამ წუთიდან, რომ შესაძლოა თქვენც ისევე დაგაკავონ უეცრად, როგორც ნიკა მელია აღარ დაელოდონ სასამართლოს. ხო, ჯერ ერთი პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია იყო გატაცებული, მას ჩასაფრება მოუწყვეს და გაიტაცეს. დღემდე არ ვიცით მისი დაკავების არანაირი სამართლებრივი წინაპირობა. ყოველ შემთხვევაში ფორმალური მაინც რასაც დაასახელებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ყალბად, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი რეალური წინაპირობა, მაგრამ ეს არ ვიცით, ეს საზოგადოებას მინდა კვლავ გავახსენო. რაც შეეხება ჩემი დაკავება იგივენაირად მოხდება თუ არა, მე ვეცდები რომ არ მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა, იცით რა, იმ ვითარებაში როცა ჩემი შვილის სტოლა ბევრად უმცროს ასევე ადამიანებს აკავებენ უსჯიან პატიმრობას 4 წელიწადნახევრით დღეს მაგალითად მათე დევიძეს, რომელიც ჩვენს მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაიჭირეს, სხვათა შორის მაშინ როცა ნიკა მელიას აკავებდნენ, ის და საბა სხვიტარიძე დაიჭირეს, საბა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცეს, მათე მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამ ფონზე ჩემი ნიკას, ზურას და ასე შემდეგ ციხეში არ ჯდომა, მე მგონი უკვე უხერხულობად იქცა ამ ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ვინც გარეთ არის, ისინი უხერხულად გვცნობთ თავს. ამიტომ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით მათეს დღევანდელი დაკავების ფონზე ხვალ ჩემი არ დაკავება უმძიმესი რამე იქნება ჩემთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება სინამდვილეში, ეს ნახევრად ხუმრობით გითხარით, ოღონდ ნახევრად ხუმრობით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მეც და ყველა დანარჩენსაც, ვინც ჩვენს ერთიან წინააღმდეგობაში ვართ ჩართულები, გაგვაძლიერებს. დღეს ქართული ოცნება რაც უფრო უარესად იქცევა, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, მით უფრო მალე დამთავრდება ქართული ოცნება. ამას გეუბნებით სრულიად გულწრფელად, სრულიად საღაზრზე მყოფი და დარწმუნებული ჩემი აზრის სისწორეში. ნიკა, ანუ წიღა რაც კითხეთ, ეხა მე რატომ აქვს ეს მოლოდინი, ხო? ასე იყო ზუსტად მელიას შემთხვევაშიც. უკაცრავად გაგაწყვეტინებთ სტუდენტები აკეთებენ განცხადებას, ერთად მოვისმინოთ და დაგიბრუნდებით ისევ.